11 ოქტომბერს ჰიდროენერგეტიკის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჰიდროენერგიის მნიშვნელობის, სარგებლისა და მდგრადი განვითარების კუთხით მისი როლის შესახებ. ჰიდროენერგია ყველაზე დიდი განახლებადი ენერგიის წყაროა და მსოფლიოში ელექტროენერგიის წარმოების თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება ქვანახშირთან და ბირთვულ ენერგიასთან ერთად. რა დღის წესრიგია მსოფლიოში და როგორ ითვისებენ ქვეყნები ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს? ამ და სხვა საინტერესო თემებზე საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკული ასოციაციის წევრებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ირინა პეტრიაშვილი საუბრობს ენერგეტიკის ყოველკვირეულ რუბრიკაში. პირველ რიგში მოგესალმები ირინა, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, ანუ კი ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ირინა, სანამ უშუალოდ ჰიდროენერგეტიკის მნიშვნელობაზე დავიწყებთ საუბარს, თქვენ ორგანიზაციაზე რომ მოგვიყვეთ, ვინ არიან მთავარი წევრები, როდის შეიქმნა და ძირითადად რა მისია აქვს ამ ორგანიზაციას? კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემაა და ახლა ვაცნობიერებ, რომ პირველად ვსაუბრობ ამაზე ქართულად, იმიტომ რომ როგორც წესი საერთაშორისო კომპანიებთან მიწევს ამაზე ინგლისურად საუბარი და გავაცნობ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს ორგანიზაციას. საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკული ასოციაცია დაფუძნდა 30 წლის წინ, წელს ჩვენ ვიზეიმეთ უკვე ჩვენი 30 წლის თავი. ნამდვილად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ძველი და დიდი ისტორიის და რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია, რომელიც ოპერირებს განახლებადი ენერგიის დარგში. ამჟამად ყავს 100-ზე მეტი წევრი, მაგრამ ეს როდესაც ვამბობთ, რომ 100 წევრია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ თითოეულ შეიძლება 10-ობით ფილიალი ქონდეს სხვადასხვა ქვეყანაში. დაფუძნდა რამდენიმე წევრის მიერ იუნესკოს მხარდაჭერით და 25 წლის განმავლობაში აკეთებდა იმ საქმეს, რასაც როგორც წარმოგვიდგენია, რომ ნებისმიერი ბიზნეს ასოციაცია აკეთებს საკუთარი წევრებისთვის, ეხმარება მათ, რომ განავითარონ რაღაც თავისი ბიზნეს ინტერესები გაატარონ, აქვს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები, ატარებს კვლევებს და ასე შემდეგ. თუმცა ბოლო 5-6 წლის წინ სამართალყურეო საბჭოს და წევრების გადაწყვეტილებით ორგანიზაციამ ოდნავ შეიცვალა პროფილი და ეს რას გულისხმობს, ანუ უფრო მეტი აქცენტი, უფრო მეტი დრო და ძალისხმევა ეთმობა მდგრადი ჰიდროენერგეტიკის განვითარების ადვოკატირებას და რას ნიშნავს ეს? ალბათ მოგეხსენებათ, რომ როდესაც ადამიანები, ვინცაც გვიყვარს ეს დარგი ამ დარგში მუშაობთ, ერთად ვიკრიბებით, შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ ამ დარგის სიკეთეებზე, ნამდვილად როგორი კარგი და საინტერესო, მაგრამ დადგა საჭიროება, რომ ვესაუბროთ სხვებს. ვესაუბროთ სახელმწიფოებს, ვესაუბროთ ფინანსურ ინსტიტუტებს, სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ასე თუ ისე გავლენას ახდენენ ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე მსოფლიოში და ამიტომ ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ზუსტად მდგრადი, ოღონდ აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვამ სიტყვას, მდგრადი ჰიდროენერგეტიკის ადვოკატირება. ჩვენ ძირითადი მიმართულება ვემუშავებით სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფინანსურ ორგანიზაციებს და სხვა. თქვენ ახსენეთ, რომ 100 მეტი წევრი არის ამჟამად გაერთიანებული ამ ასოციაციაში. არც თუ გაქვთ უფლება სახელობით აი ყველაზე მსხვილი მოთამაშეები თუ არიან ამ დარგში, ვინც ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით, მასზე ვისაუბროთ, თუ არიან ისინი თქვენი წევრები. კი ბატონო, ძალიან ესეთი საინტერესო ამბავი აქვს, იმიტომ რომ ბევრი ჩვენი წევრი საერთაშორისო კომპანია მუშაობს ასევე საქართველოში. თუმცა არც ერთი აქედან არის ელექტროენერგიის მწარმოებელი და აი იმედი არის, რომ ოდესმე ასე ვთქვათ, ვიხილავთ აქ უკვე ამ კომპანიებს. ძირითადი ბირთვი ეს არის ელექტროენერგიის მწარმოებლები, ანუ ენერგეტიკული კომპანიები, შემდეგ ასევე მრავალი საინჟინრო კომპანია შეიძლება იყოს, ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები და სხვა, რომ დავასახელოთ რამდენიმე, ესეთი მსხვილი, ეს ალბათ დავიწყებ ფრანგული EDF, რომელიც ოპერირებს არა მხოლოდ საფრანგეთში, მაგრამ ყველა კონტინენტზე. ეს არის ამერიკული ბრუკფილდი, ჩინური China Tree Gorges, ძალიან ცნობილი კომპანია არის და მათი ყველაზე დიდი ჰესი, რომელიც სოფლიოში არსებობს, არის ასევე მათი პროექტი, საკმაოდ ბევრი ისეთი ცნობილი სახელია, თუმცა როგორც გითხარით, ჯერაც ველოდებით, რომ რომელიმე საქართველოსკენ საქართველოს ენერგეტიკის მიმართოთ და მოგვიანებით დაუბრუნდეთ. აი სოფლიოში რა ტენდენცია არის ჰიდროენერგეტიკის განვითარების კუთხით? ან ჩვენ მაყურებლისთვის ცნობილია, რომ ზოგადად განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით ჰიდროენერგეტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. თუმცა ესე გლობალურად ენერგიის წყაროს თვალსაზრისით ნავთობს და გაზს მოყვება. იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჩვენსავით უხვი არის ჰიდრორესურსებით, რა კარგი მაგალითის გაზიარება შეგიძლიათ, როგორ მიაღწიეს მათ თავის წარმატებას, რომ პოტენციალი რაც ჰქონდათ, ან მაქსიმალურად დაეთვისებინათ, ან უფრო დიდი ნაწილი აქვთ ათვისებული. უგულისხმობ ეს იყო კერძო სექტორის წახალისება თუ უფრო მეტი კომუნიკაცია და მუშაობა ადგილობრივ მოსახლეობასთან. კი ბატონო,
ბატონო, ну, მოდით გავყოთ ეს კითხვა ორ ნაწილად და დავიწყოთ იმაზე, თუ რა ნიშას იკავებს და რა როლს თამაშობს ჰიდროენერგეტიკა ზოგადად მსოფლიოში და ძალიან სწორად ახსენეთ, რომ განახლებადი ენერგიების შორის ჰიდრო ინარჩუნებს პირველობას, ესეთ რაღაც ციფრებით რო ვისაუბროთ, ეს არის 14%, რაც ხდება გენერაცია მსოფლიოში, ეს არის ჰიდროენერგეტიკის მეშვეობით, შემდეგ რო შევხედოთ განახლებადებზე, არის პირველ ადგილას. უფრო რაღაც ღრმად რო ჩავიხედოთ, ხო? დღეს ჩვენ მსოფლიოში დადგმული სიმძლავრე, რომელიც გვაქვს, ეს არის ტერავატი და 2 მე მგონი, ანუ 1200 ტერავატი, 1200 გიგავატი, რო წარმოვიდგინოთ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკის დადგმული სიმძლავრე არის 3 და 5 გიგავატი. ანუ რაღაც მასშტაბს შევხედოთ, ხო? ჩვენ გვეუბნება საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო და ასევე საერთაშორისო განახლებადი ენერგიის სააგენტო ირენა გვეუბნება, რომ თუ ჩვენ როგორც კაცობრიობას გვინდა რომ მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომელიც დავისახეთ და 2050 წლამდე გადავიდეთ განახლებად წყაროებზე, მთლიანად წელიწადში ჩვენ უნდა უშვებდეთ ექსპლუატაციაში 40 გიგავატ ჰიდროელექტროსადგურ, აი დადგმული სიმძლავრე წელიწადში უნდა იყოს 40 გიგავატი. წარმოიდგინეთ, დღევანდელი მდგომარეობით ეს არის დაახლოებით 20. ანუ ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ის რაოდენობა ჰიდროელექტროსადგურების, რომელიც დღეს მსოფლიოში შენდება. ანუ ეს უკვე რაღაცას გვეუბნება. ხო, რომ შევხედოთ რეგიონებს, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეც საინტერესოა, რომელ რეგიონები არიან უფრო მეტად წარმატებულები. დავიწყოთ იმით, რომ მხოლოდ ევროპა არის ალბათ ის რეგიონი, სადაც თითქმის ბოლომდე მოხდა ათვისებული არსებული კი ბატონო პოტენციალი. საქართველოში, როდესაც საუბრობთ რა სხვა ქვეყნების მაგალითებზე, წარმოგვიდგენია როგორც წესი ნორვეგია, შვეიცარია, ავსტრია, თუმცა უნდა გავიხედოთ და წარმოვიდგინოთ, რომ აბსოლუტურად ყველა კონტინენტზე არის ჰიდროპოტენციალი, აბსოლუტურად ყველა კონტინენტზე არის ჰიდროელექტროსადგურები და ყველგან, მათ შორის ევროპაშიც, ხდება ჰიდროელექტროსადგურების და ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების მშენებლობა. შარშან შევიდა 16 გიგავატი ექსპლუატაციაში დედამიწის მასშტაბით, ხო? ეხლა რომელი ქვეყნები იყო? შარშან იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აფრიკის კონტინენტზე 4 გიგავატი შევიდა ექსპლუატაციაში და ათეულს რო შევხედოთ, იქეთი 5 თუ 6 ქვეყანა იქნება აფრიკიდან. სამხრეთ აზია ძალიან ასევე არის მოწინავე პოზიციებზე. ათეულში მოხდა ასევე კანადა, იმიტომ რომ კანადაში ძალიან ბევრია ჰიდროელექტროსადგური და არის მაგალითად კვებეკის პროვინციაში, მე ვიცი ჩემი კოლეგისგან, რომ ელექტროენერგიას არ იყენებენ ამ სიტყვას, ამბობენ პირდაპირ ჰიდრო. ანუ დენს არ ამბობენ, ამბობენ ჰიდრო, როგორც ჩვენ ვამბობთ დენი, ისინი ამბობენ ჰიდრო. შემდეგ რო შევხედოთ საქართველოს სად არის ამ ყველაფერში, ჩვენ ვიყავით 27 ადგილზე. თუ შევხედავთ აი რაოდენობას იმ მეგავატების, რომელიც შევიდა ექსპლუატაციაში, არა და ნუ ბევრად მეტი შეგვიძლია. ახლა რომ დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას, რა გააკეთეს, ხო როგორ შეუწყეს აი საუკეთესო პრაქტიკა, რაც თქვენ წევრ ქვეყნებს შორის ამ ხრივ არის, რომ გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. კი, პირველ რიგში რომ დაუბრუნდეთ ჩვენს მისიას და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ველაპარაკებით სახელმწიფოებს, ველაპარაკებით ენერგეტიკის სამინისტროებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, შეიძლება ეს იყოს რაღაც რეგიონული ორგანიზაცია იყოს, შეიძლება იყოს ესეთი კერძო ქვეყანაში, ან უფრო რაღაც საერთაშორისო. რატო ვაკეთებთ ამას? ხო, იმიტომ რომ პირველ რიგში რაც უნდა მოხდეს, უნდა იყოს სახელმწიფოს ნება და სახელმწიფოს ხელშეწყობა. ანუ ამის გარეშე წარმოუდგენელი არ არსებობს ქვეყანა, სადაც სახელმწიფო არ თქვა, რომ ჩვენ გვაქვს ეს პოტენციალი, ჩვენ ეს პოტენციალი უნდა ავითვისოთ, ამის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა არის რიგი გამოწვევები, რომელიც ასევე ხანდახან მგონია ხოლმე საქართველოში, რომ ჩვენ ეს უნიკალურია ჩვენთვის ეს გამოწვევები და საერთოდ არ არის ასე. საერთო პრაქტიკაში. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის იმ მოსახლეობასთან, რომელიც ცხოვრობს საპროექტო არეალში, მათთან კომუნიკაციის დამყარება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა. აი, რაზეც ახლა უფრო და უფრო მიდის, აი, რომ გადავხედოთ საერთაშორისო პრაქტიკებს, რაც თქვენ კითხეთ, ხო? უფრო საუბრობენ არა იმაზე, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ და ამ ხალხს მოვუყვეთ, რომ აი ჩვენ ამას აგიშენებთ. არამედ უნდა იყოს სრული ჩართულობა მოსახლეობის, ან მოსახლეობა უნდა იყოს ნაწილი, განუყოფელი ნაწილი ამ პროექტის და რა თქმა უნდა შევუქმნათ გარკვეული პირობები, რაც მათ ყოფას გაუმჯობესებს და არა პირიქით, ხო? ეს გამოწვევა არის ყველგან, ყველა საუბრობს იმაზე, რომ აი, მიწის გამოწყობის პრობლემა, მოსახლეობის ჩართულობის პრობლემა, ეს გამოწვევა ყველგან არის, სხვადასხვანაირად უმკლავდებიან სხვადასხვა მეთოდები. ირინა, თქვენ ახსენებთ, რომ 100 წევრზე მეტი არის წარმოქმნილი ორგანიზაციაში და მათ ინტერესს დაუბრუნდები საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციების მიმართ. რამდენად ხშირად გაქვთ თქვენ მსგავსი კომუნიკაცია და ძირითადად რა ტიპის კომპანიები არიან თქვენი წევრებიდან ჩვენი ენერგეტიკის ინვესტირებაში დაინტერესებულები?
სამწუხაროდ ვერ დავასახელებ სამწუხაროდ ახლა კონკრეტულ სახელებს, თუმცა გეტყვით, რომ ინტერესი არის როგორც ევროპაში, ასევე არის აზიაში, ინტერესი არის მაღალი. ნუ მე რადგანაც ვმუშაობ ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოში არ გვაქვს ოფისი, არ არის წარმოდგენილი და ლონდონის ოფისი არის, ჩვენი ცენტრალური ოფისი და როდესაც მივდივარ სადღაც დელეგაციის ნაწილი ვარ, რა თქმა უნდა, წარდგენილი როგორც ორგანიზაციის წევრი, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ვარ საქართველოდან და ძალიან ხშირად იქნება ეს ევროპა თუ აზია, მე მესმის, უი რა საინტერესოა საქართველოდან, ჩვენ გვაქვს ინტერესი, ჩვენ ვუყურებთ რა ხდება საქართველოში. ეს არის ძალიან ხშირად ხდება, მე ყოველ ძალიან სიამოვნებს ხოლმე ეს რომ ესმის. ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, იმიტომ რომ ნუ ჩვენ საკმაოდ პატარა ქვეყანა ვართ, რა შეიძლება კონდეს ხო ესეთი პოტენციალი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი აუთვისებელია, 20%, აი მე 9 წლის წინ დავიწყე ჰიდროენერგეტიკაში მუშაობა საქართველოში, მაშინ ვიყავით 20%-ზე, ახლაც ძალიან ეს ციფრი არ შეცვლილა. მზედაქარი ცოტა შეიცვალა, მზედაქარი ეხლა იწყება პროექტები, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ჰიდრო მზედაქარი ერთმანეთს ავსებს და ეს არ არის კონკურენტი ტექნოლოგიები, ხომაც სხვადასხვა უპირატესობები აქვს. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ვითარდება. აქვე გვაქვს ჩვენი ძალიან კარგი პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც უფრო კიდე სხვა პერსპექტივას გაუხსნის საქართველოს, ამიტომ ჩვენ ცალსახად ვარ ძალიან საინტერესო. გეოგრაფიული მდებარეობაც არ უნდა დაგვაუწყდეს, ამიტომ ნამდვილად არის ინტერესი, კარგი იქნება, რომ მომდევნო, ასე თქვათ, რა ვიცი, წლების განმავლობაში უკვე რაღაცაში ხო გარდაისახოს კი კონკრეტულად. ნახოთ მათი მხრიდანაც. გამოწვევებს მინდა რომ შევეხო, ჩვენ პირველად გვაქვს საშუალება ეს სტუმრად იყოთ ჩვენს რუბრიკაში, თუმცა მე ვიცი რომ დიდი გამოცდილება გაქვთ თქვენ ამ ქართულ ენერგეტიკაში და კარგად იცნობთ არსებულ გარემოს. თქვენი გადმოსახედიდან რა არის დარგი, რა რჩება ასე ვიტყოდი დარგის მთავარ გამოწვევებად? კარგი კითხვა, ნამდვილად კი, აი 9 წელია უკვე თითქმის რაც ვარ ჰიდროენერგეტიკაში, კი დავიწყე იმით, რომ ვმუშაობდი პროექტებში, მქონდა შეხება სხვადასხვა პროექტის დაინტერესებულ პირებთან და მათ შორის პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასე რომ შემიძლია თქვა, რომ გარკვეული გამოცდილება მაქვს ამ თვალსაზრისით, ასევე ახლა 2 წელი უკვე ვარ საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკულ ასოციაციაში და მუდმივად ველაპარაკები ჩვენ წევრებს, უყურებ სხვა ქვეყნებში რა ხდება და ძალოვნებრივად ყოველთვის ვადარებ, ხო, რა იქ როგორ ასაკეთებენ იქ რა გამოწვევებია, ჩვენთან რა გამოწვევებია. სამწუხაროდ ისევ და ისევ რჩება ეს ძალიან დიდ გამოწვევად, რომ ჩვენ ვერ უმკლავდებით, არ ვიცით სწორად როგორ ავაგოთ ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან. და ეს გარდაიქმნება პრობლემად. მე მგონია, რომ იმისთვის, რომ დავიწყოთ რაღაც უკვე პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება, უნდა ვაღიაროთ, რომ ნამდვილად ეს არსებობს. რაღაცა შეიძლება გვაქვს სასწავლი, რაღაცა შეიძლება გვაქვს შესაძლებელი, შეიძლება ის გამოცდილება, რომლის გაზიარებასაც ვცდილობთ, არ არის ჩვენთვის რელევანტური, იმიტომ რომ ბევრი ევროპული ქვეყანა თუნდაც მათ ძალიან დიდი ხნის წინ ააშენეს თავისი სადგურები, შეიძლება უკვე ვეღარც გაგიზიარონ, ხო ეს როგორ მოხდა, მაგრამ არის შეიძლება აღარ იყოს. რა თქმა უნდა, მაგრამ არის მთელი რიგი სხვა ქვეყნების, თუნდაც კანადაშიც ახლა ხდება ახალი სადგურების მშენებლობა და იქაც არის ეს გამოწვევა, იმიტომ რომ იქ ამათ კიდე ყავთ გარკვეული მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც საქართველოში მაგალითად ესეთი გამოწვევა არ აქვს, კიდე თავის რაღაც სტრატეგია არის საჭირო, ხო? ამიტომ მე მგონია, მე ახლა რასაც ვუყურებ და ვუსმენ, ეს კვლავაც გამოწვევად რჩება, თუმცა ისევ და ისევ არის ბევრი მაგალითი საქართველოშიც, როდესაც იყო დაძლეული ეს და შეიცვალა. ბევრი პროექტი გვინახავს, სადაც სოციალური პროექტები ინვესტორის მხრიდან მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება. კი, ნამდვილად, ანუ არის ძალიან კარგი მაგალითები, ახლაც არის ერთ-ერთი სადგური, რომელიც მალე უკვე ვიცი რომ გაეშვება ექსპლუატაციაში და ძალიან კარგი პრაქტიკები დანერგეს, როდესაც ყავდათ მოსახლეობა, რომელიც იყო მკვეთრად წინააღმდეგი პროექტის და შემდეგ უკვე ისეთი ნაბიჯები გადადგა კომპანიამ, რომ ძალიან კარგად გაიგო მოსახლეობამ რაში იქნებოდა, ხო, რაში იქნებოდა მათი სარგებელი და ისიც ძალიან კარგად იყო ეს ინფორმაცია მიტანილი, რომ აი რა ხდება თვითონ ეტაპზე რა ხდება, რომ ეს არ არის საფრთხე, რომ კომპანია იცავს ძალიან მაღალ სტანდარტებს. აქვე მინდა სტანდარტებზე რო საუბრობ, დაუბრუნდე იმას, რასაც აკეთებს ჩვენი ორგანიზაცია 20 წლის განმავლობაში. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობდა ჰიდროენერგეტიკული მდგრადობის პროტოკოლის შექმნაზე, ანუ ეს რო წარმოიდგინოთ, არის სტანდარტები, რომელიც პრინციპში ეყრდნობა აი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სტანდარტებს, გარემოს დაცვითი და სოციალური თვალსაზრისით, მართვის თვალსაზრისით. ამაზე მუშაობდა ჩვენი ორგანიზაცია და ყავდა ჩართული ფინანსური ინსტიტუტები, ყავდა ჩართული წევრები, ანუ ძალიან ბევრი ესეთი ჯგუფი მუშაობდა იმაზე, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყავით, როგორი უნდა იყოს გარემოს დაცვითი და სოციალური სტანდარტები, როდესაც ჩვენ ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს. ეხლა უკვე ეს პროტოკოლი გარდაიქმნა სპეციალურ სტანდარტად, რომლის მიხედვით ხდება პროექტების სერტიფიცირება. ანუ აი ესეთი პრაქტიკებიც არსებობს მსოფლიოში.
და ირინა, ჩემი ბოლო კითხვა შეეხება თქვენს ორგანიზაციას. რა გაქვთ უახლოესი აქტივობები დაგეგმილი? შესაძლებელია ეს იყოს კამპანია ან რაღაც ისეთ საგანმანათლებლო მიმართულებები თუ ხართ აქტიურად დატვირთული? კი ბატონო, ის კამპანია, რომელიც ახლა არის 11 ოქტომბერს აღინიშნება ჰიდროენერგეტიკის სოფლიო დღე, ეს არის ზუსტად ის კამპანია, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაიწყო 2022 წელს და ძალიან ესე წარმატებით მიმდინარეობს და ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის თემა არის ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები, რაც იმედია, რომ საქართველოშიც გახდება აქტუალური. პრიორიტეტულ მიმართულებად ეს განიხილება მსოფლიოში. ძალიან დიდი მადლობა, ერინა, მე გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ჰიდროენერგეტიკული ასოციაციის წევრებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ირინა პეტრიაშვილი.